არავინ უარყოფს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი და მეტი ტურისტი. მსოფლიოს ყველა თუ არა ბევრი სახელმწიფოდან მაინც. არავინ უარყოფს, კვლავ ვიმეორებ ამას, თუ გასულ წელს არ ვიცი და 20 წლის წინ ასე მაგალითად ჩვენ გვხოდა პირობითად მილიონი თუ 1.200.000 თუ 1.300.000 ვიზიტორი, ახლა ჩვენ არ მინდა შემეშალოს, აქედან გამომდინარე რიცხვს არ დავასახელებ, მაგრამ აი ესე უხეშად კი ვიტყვი, რომ ყავს 5-6, ვინც ის და 7, შეიძლება 8 მილიონი ტურისტიც კი კარგია მეთქი. ამას ხაზგასმით ვამბობ. რომელი ქვეყნების მოქალაქეები სტუმრობენ უფრო ჩვენს ქვეყანას? სტუმრობენ ასე მაგალითად სომხები, მათი ხვედრითი წილი არ არის განსაკუთრებული ან ძალიან დიდი, მაგრამ სომხეთიდან ჩვენ ვიზიტორები გვყავს. აზერბაიჯანიდან გვყავს, ისრაელიდან გვყავს, პოლონეთიდან გვყავს, ირანიდან გვყავს, ან უფრო ზუსტი თუ ვიქნები გვყავდა. არაბული სახელმწიფოებიდან გვყავს, გასაკვირველია ასეა, ბელარუსიდან ჩამოდიან, უკრაინიდან ჩამოდიოდნენ, მაგრამ ახლა იქ იმდენად მძიმე ვითარებაა, რომ ტურიზმისთვის და სხვა ქვეყანაში მგზავრობისათვის აბა ვისცალია. ევროპული რომელი სახელმწიფო გახსენდებათ პოლონეთის გარდა? მე გეულახსნათ გეტყვით, რომ ბევრი სახელმწიფო არ მახსენდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითოეულა ჩეხი ან თითოეულა ჰოლანდიელი ან თითოეულა ფრანგი ან თითოეულა იტალიელი არ ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში, გასაკვირველია ჩამოდიან, მაგრამ აქ ნაკადებს უფრო გულისხმობ, ანუ მეტ და მეტ ტურისტს. ეგრა მაგის პასუხია დაახლოებით 3-4 წლის წინანდელ ინფორმაციას გაგაცნობთ, რომელიც ღია ინფორმაცია, ღია წყაროებშია, რამდენს ხარჯავდა თუ ხარჯავს დღესაც უცხოელი ვიზიტორი ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, შეერთებული შტატებიდან ვიზიტორები ჩვენს ქვეყანაში ავიაბილეთის საფასურის გარდა ხარჯავდნენ კვირის განმავლობაში დაახლოებით 1900-2100 დოლარს. შეერთებული შტატებიდან ვიზიტორები ყველაზე უფრო კარგად გადამხდელებად ითვლებოდნენ საფრანგეთიდან თუ იტალიიდან თუ ესპანეთიდან თუ გერმანიიდან ვიზიტორებიც დაახლოებით ესე 1700-1800 ევროს თუ დოლარის ფარგლებში. საკმაოდ ბევრს რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს და პრინციპში რატოა გასაკვირი, ხარჯავდნენ ტურისტები არაბული სახელმწიფოებიდან, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებიდან, არ მახსოვს ზუსტი რიცხვი, გულახდილად გეტყვით, მაგრამ არ შემეშლება და 1500 თუ 1600 დოლარს კვირის განმავლობაში ეს თანხა არ ჩამოსცდებოდა ხოლმე. ქვემოთ იგულისხმება, კვლავ ვიმეორებ, არა ავიაბილეთები სწორედაც რომ არა, არამედ ეკოლოდეიჩნი, ანუ განთავსება სასტუმროში თუ ნაკირავებინებში, აგრეთვე საყიდლები და აგრეთვე საუზმესადილი ვახშამი, მოკლედ გამოყვება და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებისათვის ისი თქვენ, რომ რაოდენ მნიშვნელოვანია საუკეთესო სერვისის შეთავაზება ვიზიტორებისათვის, თუმცა გულახდილებით თუ ვიქნებით, არა თუ ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი თუ თელავი, არამედ თბილისიც კი დედაქალაქი ვერ დაიკვეხნის, ამას თავის მიზეზები აქვს, ვერ დაიკვეხნის საუკეთესო სერვისით და აქვე გეტყვით, რომ ვერ დაიკვეხნის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვამაყობთ, რასაკვირველია უნდა ვიამაყოთ კიდეც, განსაკუთრებით ქალაქის ან ქალაქების ცენტრში ტურისტული ადგილები, ტურისტული რესტორნები საუკეთესო კერძებითაც ვერ დაიკვეხნიან, პრინციპში ეს ბევრგან არის ასე, ბერლინის ცენტრში უფრო უგემურად აკეთებენ, ამზადებენ რომელიმე საკვებს, ვიდრე ბერლინის თუ ზოგადად გერმანიის რომელიმე პერიფერიაში, იგივე შეიძლება ითქვა საფრანგეთზე, იტალიაზე, სხვა ქვეყნებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი კითხვა ჩემი მოსაზრებით ეს კი არ არის, არამედ კითხვა რამდენი, რა პროცენტი, რა წილი აქვთ ამ ჩვენს ტურიზმში მოქალაქეებს რუსეთიდან, ანუ ვიზიტორებს, რომლებიც ამ იმპერიული სახელმწიფოდან ჩამოდიან, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ ვიზიტორების რაოდენობა სცდება, ბევრად მაღალია 50%-ზე. 50%-ზე კი არა, ვინც ის და 70-75%-საც კი უტოლდება ვიზიტორების რაოდენობა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლიდან და ბევრი თქვენგანი მეტყვის, რომ ესენი ხომ საბოლოო ჯამში ჩვეულებრივი ტურისტები არიან, რომლებიც აქ ფულს ხარჯავენ, ამას ოდნავ მოგვიანებით მიუბრუნდები, მაგრამ ვიდრე ამაზე ვილაპარაკებდი, მანამდე გეტყვით, რომ კი, ფულს ხარჯავენ, განა არა, მაგრამ მათგან გარკვეული ნაწილი და მე გეტყვით რამდენი, დაახლოებით 70, 75, 80,000
რუსეთის 80,000 მოქალაქეა უკვე არა დარჩენილი დროებით ერთი კვირით, ორი კვირით ჩამოსული, არამედ დარჩენილი ან ჩარჩენილი, ჩასახლებული საქართველოში და იმ ბინას თუ იმ ბინას, იმ სახლს თუ იმ სახლს, იმ უძრავ ქონებას თუ იმ უძრავ ქონებას ისინი აქტიურად ყიდულობენ და აკი ამიტომაც ჩვენი უძრავი ქონების ბაზარი საკმაოდ ძლავრად ან საკმაოდ ძლიერად გამოიყურება, აკი ამიტომაც კი უჩივიან რამდენადაც მე ვიცი ეს კომპანიები რომ ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შემცირდა ბინების რეალიზაციის პროცენტული მაჩვენებელი წინა პერიოდთან შედარებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ამადენი მშენებლობა რო არის, მათი ძირითადი მოხმარებლები არიან სწორედაც რომ არა ჩამოსული დროებით, არამედ ჩარჩენილი სამუდამოდ თუ არა დიდი ხნის განმავლობაში, მაინც ჩარჩენილი სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც არ არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები, ანუ ამომრჩევლები, თუმცა გამოხდება ხანი გარკვეული პერიოდის შემდეგ, 10 წლის შემდეგ თუ ელემენტარულ გამოცდებს ჩააბარებენ იმის თაობაზე, რა მოხდა საქართველოში პირობითად მე-12 საუკუნეში და თუ ეტყვიან გამოცდილ კომისიას უპასუხებენ ასე რომ აი მაგალითად დავით აღმაშენებელი 1125-ში გარდაიცვალა და კიდევ ესეთ მარტივ შეკითხვებს გასცემენ პასუხს, ვინც ის და დაესაკუთრებიან საქართველოს პირადობის მოწმობასაც, ანუ ისინი გახდებიან თქვენი და ჩემი არ იყოს საქართველოს მოქალაქეები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისათვის გულახდილად გეტყვით არის მეტად საშიში და მეტად საფრთხილო დაესაკუთრებიან, კვლავ ვიტყვი, მიიღებენ ამგვარ პირადობის მოწმობებს, უბრალოდ აქ იქნება დატანილი მათი ფოტო და ცხვირა პრეხილი რუსებისა, ესე ვიტყვი, და აქ კი იქნება დატანილი მათი სახელი, პირობითად ლაპარაკობ, სერგეი ივანოვს არ ვიტყვი, იგორ ივანოვსაც არ ვიტყვი, ვიღაც არ ვიცი, ვლადიმერ ივანოვი, სერგეი ივანოვს იმიტომ არ ვიტყვი, რომ ეს იმპერიალისტი კაცი იყო, მოგეხსენებათ და ახლახან გარდაიცვალა, ხოლო იგორ ივანოვიც იმპერიალისტი როა, ისიც ისიც, მოკლედ პეტროვი, ივანოვი, სიდოროვი თუ სხვა პუტინი თუ სხვა გვარსახელის რომელიმე წარმომადგენელი დაესაკუთრება ამგვარივე პირადობის მოწმობას და გახდება საქართველოს ამომრჩეველი 10 წლის შემდეგ და ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არის მეტად საფრთხილო ამბავი, რომ ვიცოდეთ. მაინც იმიტომ რომ მათ არანაირი ისტორიული და იდენტობის თვალსაჩინო ბმა არ აქვთ ამ ქვეყანასთან, მათ არ იციან როგორია ეს ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდისთვის 10 წლის თავზე თითქოს 10 კი არა ნამდვილად 10 წელი გაასრულდება მას შემდეგ, რაც მათ დახვეს თუ რაც ისინი არიან ამ ჩვენს არაჩვეულებრივ ქვეყანაში. საქართველო არ არის მხოლოდ ქართველების ქვეყანა, აქვე ვიტყვი, სასაკვირველია, ეს ქვეყანა არის ქართველებისა და ეს ქვეყანა არის იმ ხალხებისაც, რომლებიც უკვე საუკუნეებია აქ ცხოვრობენ და რომლებსაც აქვთ იდენტობა ქართული, მაგალითად სომეხი ქართველებისა, აზერბაიჯანელი ქართველებისა, საქართველო არის ქვეყანა მრავალეთნიკური და იმ მოქალაქეებისა, რომლებიც გრძნობენ ამ ქვეყანას. შესაძლოა ვერ ლაპარაკობენ ამგვარი შემთხვევებიც გვაქვს სასაკვირველია და არაერთი, მაგრამ მაინც გრძნობენ ამ ქვეყნის სულისკვეთებას და სულისკვეთება ამ ქვეყნის არის სასაკვირველია ბრძოლა თავისუფლებისათვის არის ჩვენი იდენტობის ნაწილი, სწორედ ბრძოლა და არა თავისუფლება, ამასაც ვიტყვი. ახლა დაუბრუნდეთ რუსებს რა მე დაგვირდით რომ გეტყოდით რა აგიმხელდით რა თანხას ხარჯავენ რუსები ერთი კვირის განმავლობაში ავიაბილეთების გარდა მეთქი 3-4 წლის წინანდელი მონაცემია ეს, მაგრამ მაინც 1280-1310 დოლარს ხარჯავენ კვირის განმავლობაში, რაც არ არის დიდი მაჩვენებელი, აკი გითხარით პრაქტიკულად 2 ჯერ, 1.8 ჯერ მეც ხარჯავს ასე მაგალითად ვიზიტორი შეერთებული შტატებიდან თუ ლაჟვარდოვანო კი არ გაღმა CFC-ები ქვეყნებიდან, კანადა და შეერთებული შტატები იგულისხმება და მექსიკა და კუბა დასაკვირველია ნაკლებად, თუმცა კუბიდან ტურისტი არ მგონია რომ ჩვენ ოდესმე მაინც ყოლია, ან შესაძლოა ყოლია 1-2 თითო ოროლა, ჩამორჩებიან დასაკვირველია რუსები ხარჯვით ნაწილში არაბული სახელმწიფოების და აღმოსავლეთის სახელმწიფოების ქვეყნებსაც ერთ-ერთი ყველაზე ცუდად გადამხდელი ტურისტის შემოდის. თან კვლავ ვიმეორებ, ჩვენ ვთავაზობთ ეგრეთ წოდებულ VIP ან ეგრეთ წოდებულ ლაქშერი ტურიზმს, ვერც ერთ ქვეყანას, ვერც ერთი ქვეყნის საზოგადოება მიუხედავად იმისა, რომ ვერც ერთი ქვეყნის ვიზიტორს მიუხედავად იმისა, რომ აქ კი არა თბილისშიც და არა მხოლოდ თბილისში, ჩვენ საკმაოდ მაღალი კლასის სასტუმროებს ვნახავთ განა არა თბილისში შემიძლია ჩამოვასახელო რამდენიმე ბრენდ ისეთი სასტუმრო, რომელსაც ბევრ თუ არა რამდენიმე ევროპულ ქალაქში, თბილისის ხელაში ვერც ნახავ
გულახდილები თუ ვიტყვით, ახლა რო გავიხსენო, ჩვენ გვაქვს მაგალითად რედისონი, ჩვენ გვაქვს მაგალითად შერატონი, ჩვენ გვაქვს მაგალითად ბილტმორი, ჩვენ გვაქვს მაგალითად კორტიერდ მარიოტი ზოგადად, კორტიერდ მარიოტი, თბილისი მარიოტი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სხვა სასტუმრებს აღარ ვლაპარაკობ იმ არაჩვეულებრივ სივრცეებზე, რომლებსაც თავაზობენ მსხვილი ან საშუალო ბიზნესმენები, თბილისი მიღება რამდენიმე ასე მაგალითად ამბაზადორი კაჭრეთი მახსენდება, ფანტასტიკური ადგილია, რასაკვირველია და ბევრი ქვეყანა ვერც დაიკვეხნის ამგვარი კარგი კომპლექსით, თუმცა გავბედავ და ვიტყვი, არა ამბაზადორს ეს არ ნაკლებად ეხება, ზოგადად ქვეყანაში სერვისის დონე კვლავ ვიმეორებ არის ცუდი, მაგრამ კიდევ ერთი მაგრამ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ჩემი მოსაზრებით, $1300 კი ხარჯავენ რუსები და ბევრნი არიან მათი ხვედრითი წილი, აქ იგითხარით რომ არის 70-75% მაინც აღარ ჩამიხედავს ბოლო მონაცემებისათვის და შემოდიან და ახლა უფრო მეტად შემოვლენ, სხვათა შორის ამის თქმაც გარდაულა და უცილებელია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ყირიმში ვეღარ ჩავლენ, ყირიმიდან პირიქით გარბიან რუსები და თუ მაინც და მაინც ჭუმპალაობა უნდათ, რასაკვირველია ისინი მიაწყდებიან არა იმდენად აფხაზეთს, რამდენადაც დანარჩენი საქართველოს ზღვის პირეთს, ეს იგულისხმება ამ ყველაფერში იგულისხმება რასაკვირველი აჭარის რეგიონი და ნაკლებად ფოთი და მალთაყვა ასე მაგალითად ისინი მიაწყდებიან ამ რეგიონებს ასევე რასაკვირველია კრასნოდარის ოლქშიც ან თუნდაც სხვაგვარად ვიტყვი სოჩაშიც არ იქნება სოჩასა და სხვა ზღვისპირეთში რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებულ და რუსეთის ფედერაციის დე-იურე ტერიტორიებზე სოჩა რომ მათი დე-იურე ტერიტორია ეს რაოდენობით სამწუხაროა მაგრამ მაინც მოკლედ იქაც არ იქნება დიდი ტურისტული ნაკადები იმიტომ რომ მათ ეშინიათ რომ მოფრინდება და დაფრინდება მათ სანაპიროზე უკრაინული საოცარი რკინის საოცარი ჩიტი და აფეთქებს უკრაინა არც აჩერებს ამ ომს არც გააჩერებს უკრაინას სანამ ბოლომდე არ გავა, სანამ არ გაიმარჯვებს, იცით თქვენ რომ რუსეთისთვის 7 დღე, რუსეთის მოქალაქეებისათვის 7 დღე არ გათენდება. აქედან გამომდინარე თუ ასე მაგალითად შარშან ჩვენ გვყავდა ვიზიტორი რუსეთიდან, რომელიც ჩამოვიდა და წავიდა ამდენი, ახლა დაახლოებით 15-20-25, ვინიც ის და 25%-ით მეტიც კი იქნება და ეს საკმაოდ რთულია სხვათა შორის მაგალითად აჭარის რეგიონისათვის, იმიტომ რომ ამდენ სერვის ხარისხზე არ ვლაპარაკობ, აქ რაოდენობაზე ვლაპარაკობ უფრო, აჭარის რეგიონი უბრალოდ ვერ სთავაზობს, კი თითქოს სოკოები ვით მრავლდება, კერძო სასტუმროები, კერძო და პატარა სასტუმროები, ასე მაგალითად ბათუმში თუ ზოგადად აჭარის რეგიონში, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად ვიზიტორთა ამ რაოდენობის ატანა, ხო, გაძლება, მომსახურება მათი ხო პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომაც იწევს და იწევს ფასები და ეს ძალიან კარგია, ამასაც კარგად ავხსნით თქვენის ნებართვით. აჭარისში ასე მაგალითად, ვინც ამ ბიზნესით არის დაკავებული, მათთვის ეს შვება, ეს სეზონური ბიზნესია. ამ სეზონის განმავლობაში ისინი აგროვებენ მთელი წლის სამყოფ თანხას და ასე შემდეგ, მაგრამ აი აქ კიდევ ერთი მაგრამ უნდა ეს კავშირი, ჯადოსნური კავშირი, ადო კავშირი უნდა წარმოვთქვა თქვენის ნებართვით ეს სიტყვა და გაგიმხილოთ ჩემი გულის ფიქრები იმასთან დაკავშირებით, როგორი ქვეყანაა საქართველო და უნდა იყოს თუ არა ეს ქვეყანა, ეს ჩვენი საქართველო ამგვარი. ნამეტანობა არაფერში არ ვარგა, თავდაპირველად დავიწყებ ასე და განსაკუთრებით არ ვარგა არც ნამეტანობა და არც არანამეტანობა და იოტის ოდენობაც კი ეგრეთ წოდებულ პათხალიმობაში, მე მესმის რომ უხეშად სერვისის ნებისმიერ წარმომადგენელს მიმტანს, არ ვიცი მენეჯერს, არ ვიცი მსარეულს, არ ვიცი ვიღაც გიდს პირობითად, მაგრამ ასე შემდეგ ეხა რევოლუციური ნაბიჯების გადადგმას არ უნდა ვთხოვდეთ და ვერ მოვთხოვთ, იმიტომ რომ ეს მათი ბიზნესია და უნებრივია ისინი უნდა მოემსახურონ იმ ქვეყნიდან ტურისტებს, საიდანაც ყავს ამ ქვეყანას ტურისტები და მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შემოსავალს იღებენ, მაგრამ ის რასაც ახლა გაჩვენებთ ჩემი მოსაზრებით, ჯერ ერთი მაგალითია და ნამეტანია. და მეორე ერთი მაგალითი რაღაცია და ნამეტანია, უნდა გავიგოთ რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მაგალითი, როგორც 0.0001 მე1000 თუ მე მილიონედი პროცენტი იმისა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში ლაგოდეხიდან ვიდრე სარფამდე, ასე ვიტყვი. ლაგოდეხიდან ვიდრე სარფამდე, რასაკვირველია აჭარის რეგიონში მეტად, ასევე მთაში, მთის კურორტებზე მეტად
მაგრამ ისეთ სივრცეებში ნაკლებად სადაც ტურისტი ნაკლებია, მაგრამ იმ სივრცეებში, ასე მაგალითად ლაგოდეხში ცხადია, იქნებიან ჩასულები და ვიზიტორები ახსენებული რუსეთიდან, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ ეს არის მათი ფეხსალაგი ეს ქვეყანა და გააფეხსალაგეს ეს ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული პირადობის მოწყობა ჯერჯერობით მათგან მცირესობას თუ მათ ნაწილს ჯერჯერობით არ აუღია, თუმცა აი ამ ვიზიტორებიდან ნაწილიც კი მიიღებს ამ ხსენებულ პირადობის მოწყობას პირობითად 10 თუ 8 წელიწადში შესაბამისად ჩამოსვლიდან და ჩარჩენიდან. და ის რასაც ახლა გაჩვენებთ არის საშინელება, არა უბრალოდ ცუდი ამბავი, არამედ საქართველოს როგორც ქვეყნის კონცეფციის თავიდან ბოლომდე შეცვლა. თან შეცვლა ვისთვის და ვის სასარგებლოდ, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რუსებისათვის, რომლებმაც მიიჩნიეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არის რა ასეთი, ანუ რბილი, თბილი, ტკბილი, კომპრომისული თუ კონფორმისტული რუსეთის მიმართ, აქედან გამომდინარე მიიჩნიეს, რომ აქ ყველაფრის, ან ყოველგვარობის უფლება აქვს. თითქოს რაც შვებიან, მაგრამ ამ ქვეყნის სულისკვეთებასაც ცვლიან. მე ჯობია რომ ვიდეო ჩაგირთოთ, უმალს ჯობს რომ ვიდეო ჩაგირთოთ. არავითარ შემთხვევაში მე არ ვაღვივებ თქვენში რუსოფობიას, ასე არ უნდა მიიჩნიოთ, არა, მაგრამ კარგად უნდა გავიგოთ, რომ ეს და ამგვარობები, რაც ხდება ყაზბეგში, რაც ხდება ქობულეთში, რაც ხდება ბათუმში უფრო, რაც ხდება ქუთაისში, რაც ხდება ზუგდიდშიც ალბათ, რაც ხდება რაჭაშიც ალბათ თბილისში, რაც ხდება კახეთის რეგიონის ნებისმიერ სასტუმროში თუ ნებისმიერ ქალაქში, ეს და ამგვარობები ამ ქვეყნის სულისკვეთებას ცვლის. ახლა მოცემულ ეტაპზე თითქოს და ნამდვილად არადამნაშავე ეს პირები არ არის დამნაშავეები ასე პირდაპირ მნიშვნელობით რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ ისინი არიან ამომრჩევლები იმ ხსენებული პირისა, რომლებიც არიან პირდაპირ დამნაშავეები და დამნაშავეები იმაში, რაც ხდება დღეს უკრაინაში და იმ დანაშაულებში ეჭვმიტან და მხილებულნი, რაც ჩაიდინა რუსეთის ფედერაციამ ზოგადად, მაგრამ კონკრეტულ ადამიანებმა, კონკრეტულად უკრაინაში. აქ იგულისხმება არა მხოლოდ მკვლელობები, რაც ძალიან მძიმე რასაკვირველია, არა მხოლოდ დაბომბვები და უკრაინის პრაქტიკულად განადგურების მცდელობა, ასევე იგულისხმება პუტინის დანაშაულებში ის, რომ ბავშვები გაიტაცეს რუსებმა, კონკრეტულად პუტინის ბრძანებით და არ ვიცი რამდენი, არ ვიცი კი არა ვიცი, დაახლოებით 25, 27, 30,000-მდე ბავშვი მოტაცებული ყავთ ურალს იქით უმრავლეს შემთხვევაში და არ უბრუნებენ უკრაინას არასდიდებით და ეს ადამიანები თითქოს რომ მხოლოდ ცეკვავენ და არც არაფერს აკეთებენ ცუდს, ეს კონკრეტული პეტროვები, სიდოროვები, ივანოვები თუ რაგვარებიც არიან, ესენიც არიან პასუხისმგებელნი და მე არ ვამბობ, რომ ესენი არ უნდა შემოუშვათ, მაგრამ იმას კი ვამბობ, რომ საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ან უფრო ზოგადად საქართველოს მთავრობას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ $1,300-იანი $1,300 რო იხდიან კვირის განმავლობაში ის ტურისტები, მათ თუ ამ ტურისტების ხვედრით იწილი ყოფილიყო ნაკლები და ჩვენი ქვეყანა გაპიარებულიყო აღმოსავლეთ ევროპაში, მაგალითად ჩვენ ყავდა ძალიან ბევრი, ან საკმაოდ ბევრი ვიზიტორი ლიტვიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან ახლაც ყავს, მაგრამ შემცირებულია რაოდენობა ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, ბულგარეთიდან, უნგრეთიდან, რუმინეთიდან და შემიძლია მე გადავინაცვლო უკვე ავსტრიიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, დანიიდან, ფინეთიდან, აქედან შემოვიცნო, მე ხوار გამომრჩა ნორვეგიიდან, შვეიცარიისკენ გადავინაცვლოთ, ჩამოვინაცვლოთ იტალიაში, მალტაში, საბერძნეთში და ჩვენ გვყავდა ვიზიტორები ევროპიდან, მაგრამ ჩვენთან ვიზიტორების რაოდენობა, ტურისტების რაოდენობა, რომლებიც მეც ხარჯავენ, ესეც კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, ჩვენთან, ანუ ასეც არ იქცევიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია აქ, ასეც არ იმხობენ თავზე და არ მიიჩნევენ, რომ მათია ეს ქვეყანა და ყველა მეორე დებილური რუსული სიმღერის ჩართვა შეუძლიათ სივრცეში, რომელიც მათ იდეაში ეზიზღებათ და ამ სივრცის დამარცხება, განადგურება და გაცამთვერება უნდათ. ამათაც უნდათ, მე კი ასე ვიტყვი, ცხადია ხელს და ვერ გავიშვერ და თითს ვერ დავატებ რომელიმე მოცეკვავე ვაჟსა თუ ქალს
ვინც ახლა კონკრეტულად ზემო აჭარაში ამ წუთებშიც ალბათ ტანცი მანცობს და ღრიანცელობს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ესეც უნდა ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა ჩვენი ქვეყნის სულისკვეთება და ელარჯის წელვის ტანცი მანცის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ტაშისა და ფანდურის ზისკანნაია გრუჟინსკაია ვინოს სმის ღრეობის ქვეყნად აქცია ეს ქვეყანა და იმიტომ რომ ეს 5 მილიონი პირობითად ვლაპარაკობ ვიზიტორი მყავდეს, რომლებიც დატოვებენ ამდენ და ამდენ ხანხას, რაც რასაკვირველია, კარგია, მაგრამ ჩვენ შეგვეძლო და მომავალ მთავრობა ვალდებული იქნება რომ გამოკვეთოს ამ ქვეყნის იდენტობა სხვაგვარი, რომ მათთვის რუსების იმ ნაწილისთვის, ვისაც ეს ქვეყანა ფეხსალაგად მიაჩნია, ეს ქვეყანა აღარ იყოს, ხაზგასმით ვამბობ, აღარ იყოს საინტერესო და აქ ამ ქვეყანაში შემოდიოდნენ ადამიანები რუსეთიდან თუნდაც, მაგრამ რომლებიც ამ ქვეყანას, ამ ჩვენს სამშობლოს, რუსთაველის ქვეყანას პატივს სცემენ და არა აფურთხებენ პირდაპირ თუ თუნდაც არა პირდაპირ მნიშვნელობით. ამგვარი სულისკვეთების შეცვლა ხო თითქოს ამბავია დროებითი, მაგრამ ეს ჩვენ უკვე მოგვიტრიალდა და მოგვიტრიალდება სამომავლოდაც, კვლავ ვიმეორებ, ესეც კი, ეს ჩვეულებრივი ტანცი, მანცი, ტაში და ფანდური ეროვნული უსაფრთხოების და ჰიბრიდული ომის, ან კომპლექსური ჰიბრიდული ომის კატეგორიაში კი არა, ჩარჩოში უნდა მოვაქციოთ, რომ ვიცოდეთ მაინც, იმიტომ რომ ყველა ჯგუფს, რომელიც რუსეთიდან ჩამოდის, ჯგუფურად თუ ჩამოდიან რუსები, აუცილებლად მოხვება ერთი ფსბ-შნიკი და ყველა იმ დასახლებულში, რომელიც ჩასახლდა რუსეთის მოქალაქეში, რომელიც ჩასახლდა და იქ იყიდა ბინებით უძრავი გონება, ზოგადად ან ბიზნესები გამართა, აუცილებლად ყოველ 100 თუ ყოველ 1000 რუსს მოხვება ერთი ფსბ-შნიკი, რომელიც მათაც აკონტროლებს, რომ ემანტ ისინი არ გაძრდნენ და ამეტანი თავისუფლება არ იგრძნონ ამ ქვეყანაში და რასაკვირველია დამატებით აკონტროლებს ჩვენს ქვეყანასაც და ბოლო პასაჟი მე ამასთანაც შემხვდა ერთი ვიდეო, არ მახსოვს ვისი, ვთქვათ, იქ კაცი სახეზე კი ვიცი, მაგრამ სულ იგინება ხოლმე სხვათა შორის და სულ სიგარეტს ეწევა და სულ აგინებს, გოგა ხაითრავას აგინებს და ესეთი ჩემზე ასაკიანი კაცია. სულ იგინება სადღაც ამდენად ხვდები რაღაცა სახელოს, არ ვიცი სად არის, საქართველოსშია თუ უცხოეთში ვერ ხვდები ამას, რამდენადაც მე აღგვიქვა უფრო უცხოეთშია, მაგრამ შესაძლოა ვწდები, წვერებიანი ბრგე, კარგი კაცია, ოღონდ სულ იგინება, კვლავ ვიმეორებ, შემეძლო სიტყვა, ოღონდ არც დამერთო თუ არ ჩამერთო ამ წინადადებაში. ამ კაცმა თქვა, რომ მე ვაგეო გეუბნებითო, რომ ცოტა ხანშიო გამოვარდებიან რუსები და აჭარაში რაღაც ავტომატ ჩიკები ესე იგი ვინც ფლობს იმ ავტომატს გააჩნდები წვანე კაცუნებიო და ასე შემდეგ, ვინც არევენ ვითარებას ჩვენს ქვეყანაში. გულახდილად გეტყვით, რომ მიზეზთა და მიზეზთა გამო ამ ჭირებს არ გავხსნით. არ მგონია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს აჭარაში, არ მგონია, რომ ეს საერთოდ მოხდეს აჭარაში, კახეთში, სვანეთში, თუ სამეგრელოში, თუ თბილისში, თუ ქუთაისში, მაგრამ აჭარის გარდა პრაქტიკულად ყველა რეგიონში მე ამ ყველაფერს არ გამოვრიცხავ. იმდენად მოსუსტებულია ჩვენი უსაფრთხოების სისტემები და უსაფრთხოება ქვეყნისა როგორც ასეთი და იმდენად სჭირდება რუსეთს აქ არა იმდენად არეულობა როგორც ასეთი, არამედ სჭირდება გაკონტროლება ამ ქვეყნისა სრულად. იმიტომ და აქ უკვე ბევრი რაღაც ფაქტორის დასახელება თუ ჩამოსახელება შეიძლება, ბევრი არგუმენტის მოშველება, მათ შორის ერთ-ერთია რევანში სომხეთზე, მეორეა შუა დერეფანი, როგორც ასეთი, მესამეა ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, მეოთხეა შუა დერეფნის ის ნაწილი, რომელიც უკვე გადაჭიმულია საქართველოს და რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ, ჩრდილოეთ დერეფნის მათთვის დარხევის გათვალისწინებით და პარალელურად უკრაინის ფაქტორი და ასე შემდეგ. ამაზე აღარ ჩაუგიღმავდებით, მოკლედ რუსეთს ეს ქვეყანა ძალიან ეძვირფასება, ვინც ის და სლავურ უკრაინაზე უფრო მეტადაც კი და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ამითაც მათ შორის აი ტურისტებისთვის ოაზისის შექმნით მე არ გეუბნებით, რომ არ უნდა შემოგვეშვა, მაგრამ მე იმას კი გეუბნებით, ტურისტების ნაწილი, მაგრამ იმას კი გეუბნებით, რომ ცოტა მეტი უხეშად face control-ი უნდა დამყარებულიყო ადამიანებზე, მათი სოციმედია უნდა შიფრულიყო და ამიტომ ამით ავწდებოდით ჩვენ იმ უკვე მომრავლებულ ინციდენტებსაც, რომლებიც რუსთაველზეც კი ფიქსირდება, ვიღაცა ყვირის ჩვენიანი გაუმარჯოს საქართველოს და სლავა უკრაინე და რუსთაველზეც კი აღარ ერდებიან რუსები,
პასუხს ამგვარ სლავა რასიი და ეს ეროვნული იდენტობის ან ეროვნული ღირსების შელახვა არის რუსების მხრიდან, რაც რთულად გადასატანია, რაც ყოფით კონფლიქტებს ეგრა მაგის პასუხია, კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას, აუცილებლად გამოიწვევს, ადრე იქნება თუ ქვიან და გამოიწვევს არა ჩვეულებრივ ესე მუშტების მიღწევას, არამედ ცოტა უფრო მძიმე კონფლიქტებსაც, რომ ვიცოდეთ მაინც, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ რუსებს აქ ფსბ-შნიკები ჰყავთ და ფსბ-შნიკები აქ ვითარების არევას აუცილებლად ეცდებიან, მათ შორის ბიზნეს გაუკვირდება და არც ბიზნესკენ იქნებიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გადარჩეს და რუსეთისაგან, ან რუსეთის ფსბ-შნიკების მიერ ჩაყრილ ჩაის ჭიქაში ჩაყრილ პოლონიუმს, თუ რა ქვია მე არ ვქვია მეორეს, პოლონიუმს გადაურჩეს, მეორეს ერქვა, აღარ მახსოვს რა, პოლონიუმი ხო? პოლონიუმი და კიდე რაღაცა. გადაურჩეს, ვერ გადაურჩება, იმიტომ რომ უფრო მეტად ბიზნეს ეხება ეს არ ეხება და შეურაცხყოფილად არ მიიღოთ მაინც და მაინც უფრო მეტად ჩახდილ ქართველობას და ლიდერებს, ჩახდილ ლიდერებს ელოდება და ისურვებს რუსეთი აქ ამ ოდესღაც თავისუფლებისთვის მებრძოლ ქვეყანაში საქართველოს ბევრად ეძვირფასება, არა მხოლოდ იმიტომ რომ ესენინის მუზა იყო ეს ქვეყანა, არამედ იმიტომაც რომ ეს ქვეყანა მისთვის გასაღებია მთელი ან დიდი ნაწილისა ამ რეგიონში. ნაყოფის